კი ბატონო. კარგი, მოგესალმებით ყველას. დღეს არის ჩვენი მეორე ლექცია. შეგახსენებთ, რომ გვაქვს 5 ლექციანი სესია ნეირონუქსელებზე, ღრმა სწავლებაზე. და წინა ლექციაზე ჩვენ გავიარეთ ნეირონის მათემატიკური მოდელი და ვისაუბრეთ ყველაზე მარტივ ნეირონული ქსელის ტიპზე, რომელსაც ქვია მრავალშიანი პერსეპტრონი. ნახეთ ასევე TensorFlow Playground-ზე რაღაც ექსპერიმენტები ჩავატარეთ და იგივე ექსპერიმენტები გავიმეორეთ PyTorch-ში, ანუ იგივე ნეირონული ქსელი დავაიმპლემენტირეთ PyTorch-ზე და რაღაცები გავუშვით. კი ბატონო, და დღეს იქნება ამ წინა ლექციის გაგრძელება, ანუ დღეს ვნახავთ პირველი ტოპიკი იქნება მრავალი კლასის კლასიფიკაცია. ანუ ეს არის მაგალითად, როდესაც predictions ვაკეთებთ, ანუ აქამდე იყო ორი კლასი, ხო, აი თქვათ რაღაც წერტილები ქონდა და უნდა გვეთქვა ეს წერტილი თქვათ 1 ან 0 ან რაღაც ეგეთი, ან სპამი ან არ არის სპამი, ესეთი ტიპის რაღაცა და მრავალი კლასი არის, როდესაც ორზე მეტი გვაქვს, თქვათ, რავი, აი სურათია და სურათზე არის, თქვათ, კატა, ძაღლი, ცხენი, ვირი პირობითად ან მანქანებზე, თქვათ 10, 20, 30. შეიძლება ბევრი კლასი გქონდეს. ანუ ამას ვნახავთ, როგორ ჩაიწერება, ანუ ამას გავაგრძელებთ წინა ლექციის notebooks. და შემდეგ უკვე ლექციის ალბათ 80% დაეთმობა backpropagation algorithms. Backpropagation algorithm არის ნეირონული ქსელების დატრენინგების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვითვლით loss ფუნქციის წარმოებულებს ნეირონული ქსელების წონების მიმართ. ნუ ამას ყველაფერს ვნახავთ, ეხლა უბრალოდ შევეხეთ, რას გავავლით დღეს. აი, მოდი ეხლა მე დავაშიარებ კოდს და დავიწყოთ მრავალი კლასის კლასიფიკაციით. ხო, ანუ კითხვების შემთხვევაში, ესე იგი, როგორც ყოველთვის, ანუ შეგიძლიათ პირდაპირ დაიწყოთ საუბარი, გამოწყვეტინოთ, არ არის პრობლემა. კარგი. გადავიდეთ, ესე იგი, ხა აჰა. გამოჩნდა ჩვენი კოდი. ეს არ გვინდა. აჰა, ოკეი. ნუ ეს სტანდარტული ჩვენი ბიბლიოთეკები გავუშვათ, რაც გვაქვს. და ეხლა რა დაგჭირდება წინა ლექციიდან. ოკეი. კარგი, დავიწყოთ ასე. კი ბატონო. ცოტა ჩასმოდი ახლა პირდაპირ notebook-ზე გავიხილოთ. ხო, ანუ ეს ახლა ისე წინა ლექციის notebook-ი გავხსენი. ახალში ვერ ვწერე რატომღაც და მოდი ისე ამას ვანახებ. აი ესე გავუშვათ ეს დასაწყისში რაც ქონდა. ეს არ გვინდა. აი ეს გაეშვა. დავაიმპორტოთ ჩვენი PyTorch-ი.
ოკეი, ესენი არ გვინდა. ხო. მოკლედ 2 და მეტ კლასიანი რეგრესია, ხო? პირველი, ხო, აქ ეხა ბევრი წერია რეალურად, აი რასაც მოვდიშნავ, იმას მიაქციათ ყურადღება. ამ პირველი ჩვენ რაც უნდა გავიაროთ არის, ესე იგი დავუშვათ თუ აქვს ორი რაღაც განაწილება, როგორ უნდა შევადაროთ ეს განაწილებები, ანუ ერთმანეთთან ახლოს არის, შორს არის თუ რა არის. აი მაგალითისთვის თქვათ მანქანასწავლებაში გვაქვს ესეთი კლასი, 3 კლასი გვაქვს. მოდი ცოტას გავადიდებ, რომ კარგად ჩანდეს. ესე, ამ 3 კლასი გვაქვს დავუშვათ, სურათების კლასიფიკაცია გვაქვს, პირველი კლასი კატა, მეორე ძაღლი, მესამე ცხენი. ანუ ეს ლეიბლი ნიშნავს, რომ ერთიანი შუაში, ანუ ეს არის ძაღლი, ეს ძაღლის სურათია თქვა. და დავუშვათ ჩვენ თუ არავიდობთ ამ ნეირონულ ქსელმა თქვა არის ზუსტად რა არის და თქვა ამბობს, რომ 90% არის ძაღლი და 10% არის კატა და ნუ ცხენზე 0%-ია. მაშინ ამას შევწერთ აი ასე. და ნუ ეს შესაბამისად იქნება, რომ 50% არის ძაღლი და 50% არის ცხენი. და ნუ ასე შემდეგ, ეს შეიძლება განაზოგადოთ 4 კლასზე, 5 კლასზე და 100 კლასზე. ოკეი, და ეხლა დავუშვათ მე მაქვს რაღაც true label და მაქვს მოდელის prediction-ი, ანუ ხა კონკრეტულად რას გულისხმობთ, გეტყვით, ანუ ეს არის თქვათ რაღაც აი ესეთი რაღაცა გვაქვს თქვათ და y prediction-ი. ან შეიძლება ესე კი არ იყოს თქვათ 0.4, 0.6 ასეთ. ნუ ეხლა ამას ისევ წერო, ამათი ჯამი 1 უნდა იყოს, რადგან განაწილებაა, ხო, ეს ცხადია. თქვათ მოდელი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ან პირველ კლასზე თქვა რომ 0.1-ია პირველი კლასიო, მეორეზე თქვა 0.4-იაო და თქვათ ამაზე თქვა რომ 0.5 არისო. და მეორე მოდელი გვაქვს, ან მეორე ნეირონული ქსელი გვაქვს, ამას დავაწერ 2-ს და ამან თქვა, მოდი ეს იყოსო, ეს ისე 0.1 ავიღოთ, ეს ავიღოთ 0.3 და ეს შესაბამისად იქნება, ან და მოდი ესე ვქნათ, ესეც იყოს 0.1. ესეც 0.1 იყოს და ეს იყოს 0.8. ნუ ეხლა ცხადია, რომ ვიღაცამ რო გითხრას, რომელი prediction-ი ჯობიაო, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს prediction-ი ჯობია, იმიტომ რომ 0.4, 0.6 და აქ 0.4 და 0.5 ახლოს არის და ეს ცოტა შორს არის, ანუ ამაზე ამბობს 0.1-ია ალბათობა, ამაზე 0.8. ნუ ეს ახლა ჩვენ რო უყურებთ გასაგებია, მაგრამ აი მათემატიკურად როგორ გამოვთვალოთ ეს გავსებ, ანუ ჩვენ გვინდა რაღაც ერთი კონკრეტული ფუნქცია, რომელშიც ორივე განაწილებას მივცემთ და ერთ რიცხვს მოგცემს, ანუ რამდენად სიახლოვეს გაგვიზომავს. და ნუ ამისთვის არის ცნობილი ესეთი ფუნქცია, ამას ქვია cross entropy, ქართულად ჯვარედინი ენტროპია. ნუ ეხლა აქ ეს რეალურად სტატისტიკის ნაწილია, დეტალურად არ ჩავღრმავდებით. ესე იგი ფორმულა არის აი ეს. ესე იგი p და q გვაქვს, ნუ p არის machine learning-ის შემთხვევაში ეს როლში ხშირად ხმარობთ y-ს და q-ს როლში ხმარობთ y-preds, ანუ predictions. და ნუ ესეთი ფორმულა, ანუ მინუს ჯამი, აქ n-ი არის კლასების რაოდენობა, ჩვენ შემთხვევაში 3 და ეს x-ი მრავლდება q-ს ლოგარითმზე, ანუ ესეთი ფუნქცია. მოდი ახლა არ გვინდა ამის ჩაღრმავება, უბრალოდ ეგრევე გადავიდეთ კოდზე და ნახოთ რა შვება ეს ფუნქცია. ესე იგი მე აქ მიწერია ამ ფუნქციის იმპლემენტაცია, ესე იგი გვაქვს ჩვენი y-true, გვაქვს y-prediction-ი, ორივე არის მასივები. p და q, ანუ როგორც ვთქვი, p არის y-true, q არის y-predi. ნუ აქ ვამოწმებ უბრალოდ, რომ p-ს და q-ს იყოს განაწილება, ანუ ესე იგი ჯამი უნდა იყოს 1, ხო? ანუ შევკრიბე გამოვაკელი 1 და აბსოლუტური მნიშვნელობა რაღაც ეპსილონზე პატარა უნდა იყოს. ეს არის სტანდარტული მეთოდი, რომ შევამოწმოთ, რომ ჯამი 1-ია, p-სიც და q-სიც. ნუ მე ეს უბრალოდ numpy-ით ვაკეთებთ, რომ ესე იგი p, ანუ ჯამი მინუს ჯამი, მე p-ს ყოველი ელემენტი, ანუ p-ს და q-ს ლოგარითმის
element-wise ნამრავლი, ხო და აქ პატარა ეფსილონის მიმატებას ვაკეთებ, რომ უბრალოდ ლოგარითმის ქვეშ არ მივიღოთ 0, თორე ნუ ლოგარითმი 0-ზე არ არის განსაზღვრული და error-ს მივიღებთ, ხო, აქ მიწერია. მოდი ეს ფუნქცია გავუშვათ და ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი. მოდი ორ კლასზე ვნახოთ ჯერ ორობითი კლასიფიკაციის, ანუ ტერმინი ამ შემთხვევაში machine learning-ში გვაქვს binary cross entropy, ანუ cross entropy არის ზოგადი და ორობითი, ანუ binary cross entropy და ასევე თუ გახსოვთ, წინა ლექციაში იყო loss ფუნქცია, რომელსაც ერქვა BCA loss. და ეს BCA ზუსტად ამას ნიშნავს, binary cross entropy. ეს თუ არ გახსოვთ, არ არის მნიშვნელოვანი, რომ გადახედავთ წინა ლექციას, ეს გაიხსენეთ უბრალოდ რაზე იყო საუბარი. და მოდი ვთქვათ, y თუ იყოს 0.7, 0.3, მაგალითად, spam-ის კლასიფიკაცია რო ავიღოთ, ანუ ეს ნიშნავს, რომ ალბათობა იმისა, რომ იმეილი არის spam-ი არის 0.7 და spam-ი რო არ არის 1-0.7, ან 0.3, ხო? გასაგებია და ასეთი კოდი მიწერია ახლა. ანუ ამ კოდში რა ხდება ახლა? მოდი ჯერ გავუშვათ. ხო, ანუ ესე იგი, ციკლს ვატრიალებ, linspace რა შვება ეს თუ არ გახსოვთ, აქ ცალკე გავუშვათ, მოდი. თქვა 0-დან 1-მდე 5, ხო, ეს მაძლევს უბრალოდ massivs, რომელიც შედგება 1 2 3 4 5 ელემენტისგან და 0-დან 1-მდე თანაბარი ბიჯებით მიგენერირებს რა. ხო, ნუ აქ შესაბამისად ავიღე უფრო დიდი დიაპაზონი 0-დან 1-მდე, ვიღებ ამ x-ი და 1-x-ი, ანუ ამ prediction-ების სხვადასხვა prediction-ებს ვაგენერირებ ვითომ, მე ამ y-true არის ესა. y-true-სა და ამ predictions შორის ამ ფუნქციას ვითვლი და უბრალოდ ბეჭდავ და ვნახოთ. ეს არის რაც დამიბეჭდა, ესე იგი. ანუ ეს იყო ჩემი ანუ თავარი distribution-ი, ანუ 0.7, 0.3 და ეს არის სიახლოვე, ანუ დასორტირებული მაქვს სიახლოვით, ეს არის მარჯვნივ ხედავთ cross entropy-ის მნიშვნელობას, რომელიც იზრდება, ანუ ზრდადია, ანუ ბოლოში გვაქვს 14 და აქ ვნახოთ, ანუ რაც უფრო პატარაა ეს ჩემი cross entropy-ა, ესე იგი მით უფრო ახლოს არის ეს ორი განაწილება და ბუნებრივია, რომ თავიდან დამიბეჭდა, ანუ თვითონ თავისი თავი 0.7, 0.3-ზე და მე დაიწყო უკვე მიახლოებები, ანუ 0.75, 35-ზე, მე 75-25, ანუ ამის გარშემო მერყეობს რა და მე შორდებით, ანუ 60-40-ზე, 80-20-ზე, 55 და ასე შემდეგ, ანუ ნელ-ნელა შორდებით და ნუ ბოლოში გვაქვს უკვე საპირისპირო, ანუ 0-1-ზე, ხო? და ან ბოლოს უკვე მსგავსებები აღარ გვაქვს. ხო, ნუ სახში შეგიძლიათ ნახოთ, რომ 3 ბიტზეც და ნებისმიერ n-ის შემთხვევაში იგივეა ეს. ანუ ეს ფუნქცია მარტივად ერთ რიცხვში გვაძლევს მანძილს ამ ორ განაწილებას შორის. ნუ სახში შეგიძლიათ ნახოთ, რომ EQ ეს ანუ სიმეტრიული არ არის. ხო, იმიტომ რომ ესე იგი ჩვენ ყოველთვის ვიცით, რომ პირველი უნდა გადავცეთ y-true და მეორე prediction-ი და ანუ prediction-ი რაც არის, იმას ედება ეს ლოგარითმი. ხო, ნუ ეს სახში ნახეთ, ეხლა უბრალოდ ამ ლექციაში რაც ვჭირდება არის, რომ ესეთი ფუნქცია არის, რომელიც ორ განაწილებას შორის მანძილს ზომავს, მეტი არაფერი. ოკეი, ახლა გადავიდეთ აქეთ და ნახოთ ეხლა PyTorch-ში ეს ყველაფერი, ხო? ანუ მოდი ეს რაღაცა გავუშვათ. ხო და აი რაზეც საუბრობდი, ანუ binary cross entropy loss, ეს ზუსტად იმ რაღაცას ითვლის. და მოდი ასეთი რაღაც გავაკეთოთ, ანუ კონდეს, თქვათ, ორი ცალი data point-ი მაქვს. პირველ შემთხვევაში ეს არის ground truth-ი არის. ხო, ტერმინები შეიძლება არ იცოდეთ. ეს ტერმინი ზოგადად იხმარება machine learning-ს და ნიშნავს, ანუ ჭეშმარიტი label-ი რაც არის. ხო, და ეს არის პირველი prediction-ი და ეს არის მეორე prediction-ი, ხო? ესეთნაირად ვითვლით, ანუ ესენი უნდა ჩავწეროთ როგორც ტენზორები. ანუ ესე იგი, ჯერ ვაძლევთ prediction-ებს, მერე ვაძლევთ ჭეშმარიტობებს. ნუ ბაჩის ზომა აქ ამ შემთხვევაში 2 არის, ანუ 2 ცალი მაგალითი გქონდა. ხო, და ეხლა ვადარებ უბრალოდ, რომ ამისის და ამისი ერთი და იგივე დაიბეჭდოს, ანუ ეს პატარა კაი, ეს არ გვინდა.
ხო, და ნუ დავწუნდებით, რომ ერთი და იგივე რიცხვები გამოაქვს. ანუ ეს ისია, რასაც აკეთებს იგივეა. ხო, ეს რაღაც ჩემთვის მიწელი აქვს. ოკეი, ხო, აქ ეს უბრალოდ ასვამობ, რომ აი ლოჯისტიკური რეგრესია, როდესაც გავიარეთ ჩვენ, ანუ სადაც ქონდა ესეთი რაღაცა, loss, ლოჯისტიკურ რეგრესიაში ქონდა ესეთი რაღაცა, რომ იყო ესეთი 1-y გამრავლებული log y'-ზე plus უბრალოდ ესეთი რაღაც იყო plus 1-y გამრავლებული 1-y. აი ლოჯისტიკური რეგრესიის ლექციას ხო და აქ წინ იყო ჯამი მინუსით. აი ესეთი რაღაცა. თუ ნახავთ, თუ გადახედავთ წინის, რომელიც არ ვიცი, მე მგონი 3 ლექციის წინ იყო, ამას თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ ესეთი ფორმულა ქონდა და ეს ზუსტად შეესაბამება, რაც აღწერეთ BCS, ანუ ბინარულ კროს-ენტროპიას. ანუ უკვე ვიყენებდით, თუმცა ეხლა განმარტეთ ფორმალურად რას ნიშნავს. აი. და ეხლა მოდი ესეთი ამოცანა შემოდის, ეს ერთი საკითხი მოვრჩით, მეორე საკითხი არის ესეთი რაღაცა, რომ დავუშვათ მე მაქვს რაღაცა რიცხვების მასივი, თქვათ 1, 5 და 9-ზე და მინდა ეს გადავიყვანო განაწილებაში, ანუ იგივეა რაც სიგმოიდი, ხო? ანუ სიგმოიდს რატო ვიყენებდით ჩვენ? მოდი ეხლა სიგმოიდ, თქვათ, გავუშვათ ეს რა. მგონი ესე და თუ არ ვწდები. NN არ გაქვთ თქვენი დაიმპორტებული. ხო. ადლოა. ამ სიგმოიდის მუღამი რა იყო, რომ ნებისმიერი რიცხვი გადაყავს ალბათობაში, ანუ 0-1 შუალედში და ეს მეორე ფუნქცია არის softmax-ი ქვია, რა არის ახსნი, რომელსაც მასივი გადაყავს, ანუ სიგმოიდის განზოგადებაა მრავალგანზომილები, ანუ მრავალ უბრალოდ რიცხვიდან მასივზე. აი აქ 1, 5, 9 გვაქვს. ეს არის softmax ფუნქცია, ამას მე ვიტყვი რა არის და ამას რომ მე გავუშვებ, უბრალოდ მივიღებ ანუ რაღაც იგივე ზომის მასივს, ოღონდ აი ამ ელემენტების ჯამი იქნება ერთი სტოლი, ანუ ნორმალიზაციას უკეთებს რა. და პროპორციები შენარჩუნებულია, ანუ აქ ესე იგი მეორე რიცხვი 5 მეტია 1-ზე და 9 მეტია 5-ზე, ანუ აქაც ეს მეორე რიცხვი არის მეტი პირველ რიცხვზე და ბოლო რიცხვი არის ყველაზე დიდი, ანუ რიცხვის სიდიდეებს ინარჩუნებს რა. და ფუნქცია ნუ მარტივია, ესე იგი რაღაცა მასივი შედის, ვითვლით ამ მასივის ეხარისხად y-ს, ანუ ეს exp მაგას ნიშნავს, exp ანუ ზოგადად exp 5 ნიშნავს ეხარისხად 5-ს. ნუ არის კონსტანტა და უდრის 2 რაღაცას, არ ვიცი ზუსტად. ესეთ რაღაცას და უბრალოდ ამ exp-ებს ვითვლით და მერე უბრალოდ ამას ყოფთ ამათ ჯამზე, ანუ ნორმალიზაციას ვაკეთებთ, ესეთი ფუნქციაა. და აი რომ შევადაროთ, რასაც აქ ჩავსვავ, ჯამში ყველა ვარიანტში მივიღებ 1-ს. ხო. და მოდი ახლა ნახოთ ესეთი მარტივი ნეირონული ქსელი ავაგოთ. აი, ეს MLP მინდა, აი, მოიცა. MLP. ეს უნდა გაუშვა ჯერ. ანუ ეს დამჭირდება სავარაუდოდ. ყველაფერი დამჭირდება მე მგონი. აი, მოდი დავიწყოთ აქედან. ყველაფერი გადამოვიყოფილა ერთად. ესე ეხლა MLP ეს გავუშვათ და ეს გავუშვათ. MLP გახსოვთ, ეს იყო მრავალშრიანი პერსეპტრონი, რომელიც წინა ლექციაზე დავაიმპლემენტირეთ.
კაი, ეხლა ვიყავით. აქ ვიყავით, ხო. ხო, ანუ რა შვები ეხლა შევქმნი რაღაც პერსეპტრონი, ან მრავალწლადის პროცესორად მრავალშენიანი პერსეპტრონი, ინფუტი, ანუ ფიჩერების რაოდენობა 2, 2 ცალი hidden layer-ი გვაქვს, თითოზე 6 ცალი ნეირონია და output-ზე ერთის მაგივრად უკვე აქ 3-ს დავწერ, იმიტომ რომ მრავალი კლასიფიკაცია გვაქვს, აქტივაციის ფუნქცია იყოს relu და ბოლო შრეზე არ გვინდა. ხო, და ეხლა PyTorch-ს აქვს ესეთი რაღაცა, რომელსაც ქვია sequential და ანუ sequential რა შვება, ხო? ანუ აიღებს ამ neuron cells და ჩაამატებს რაღაც ახალ შრეს და ამ შრეს ქვია softmax-ი. და მე ამ ორივეს ამ კლიენტს ერთად რო გამოვიძახებ, ჯერ პირველს გამოვიძახებს, მე მეორეს გამოვიძახებს. ანუ ამ შემთხვევაში რა მოხდება, რომ მე რო ეს რაღაცა მთლიანად გამოვიძახო, ჯერ გამოვიძახებს neuronal cells და მე neuronal cells შედეგს მოძდებს ამ softmax-ს. ანუ სამი ცალი რო იქნება output-ი, იმის ნორმალიზაციას მოგცემს. ანუ აქ რო ერთი მეწეროს, მე აქ დავწერდი sigmoid-ს. მაგრამ ეხლა რადგან მე მიწერია 3, ამიტომ წერ softmax. მოდი გავუშვათ ეს რაღაცა და ნუ აი ჩანს ეს ანუ ეს არის ჩვენი neuronal cell და მე გვაქვს softmax-ი. ხო და მოდი ეხლა რაღაცა გავატაროთ ჩვენ აქ ამ მოდელში. მოდელ უდრის ამ რაღაცას. ესეთი რაღაც გავაკეთოთ. და მოდი ეხლა ავიღოთ რაღაც input. და ავიღოთ დავუშვათ რაღაც 1 2 3 და მოდელში გავატაროთ. ორია. 3 ვუშვათ. ან მოდი 5 იყოს. და აქაც 5. Alanda დასაგებია, ამათ უნდა ინტები იყო და უბრალოდ ფლოად სიტყვებს. ხო, და ნუ გამოვიდა 3 რიცხვი, როგორც ნახეთ და softmax-ის გამო ესენი ამათი ჯამი არის 1, ანუ ალბათობები მომცა. ესე ვაგებთ მრავალი კლასის კლასიფიკაციის მოდელებს. ხო, და ნუ საშინაო დავალება იქნება, რომ ესე იგი, წინა ლექციაზე რომ ნახეთ circular data-ზე, ანუ მან უბრალოდ დაამატეთ მესამე წრეწირიც, ანუ 3 წრეწირი გააკეთეთ და მესამე კლასი დაამატეთ და 3 კლასის კლასიფიკაციაზე დაატრენინგეთ მოდელი. ეს იქნება პირველი საშინაო დავალება. ოკეი. კაი, ეს თემა მოვურჩით, მე მგონი ძალიან არ არის არაფერი რთული, უბრალოდ იმ წინა ლექციის განზოგადება. კაი, მოდი ახლა გადავიდეთ უკვე შემდეგ თემაზე. აქ არის რამე შეკითხვები, სანამ გადავალთ შემდეგ საკითხზე. ოკეი, კარგი. შეკითხვები რადგან არ არის, ეს არის ჩვენი მეორე საკითხი. და ამ საკითხს აქ ახლა განვიხილავთ, როგორ მუშაობს PyTorch-ის ავტოგრადი, ანუ ეს არის ავტომატურ რეჟიმში წარმოებულების გამოთვლა. ნუ წარმოებულების გამოთვლა რატო გვჭირდება, გასაგებია, ხო, რომ მე gradient descent-ით დავატრანინგოთ. კაი, მოდი ჯერ მარტივი მაგალითი განვიხილოთ. აქ მაქვს მარტივი neuronal cell-ი აგებული simple net, 2 შრე, 2-დან 5, 5-დან 1. და ხო, კიდე მაქვს 2 ცალი, გარდა ამისა მაქვს კიდე 2 ცალი ლინიარი ჩადგმული ესეთნაირად. ეს მე მგონი პრინციპში ხო, ეს პროსტა არის, რეალურად არ წვირდება ეს. ან პირველი ლეიერი, მეორე ლეიერი, ნუ აქ გავატარე პირველ ლეიერში რელუ აქტივაცია და მე მეორე ლეიერში.
ნახოთ, მაინც გავუშვათ, აი ესეთი პატარა მარტივი ქსელია. ხო, და ეხლა PyTorch აქვს ესეთი ფუნქცია, რომ ანუ ჩვენ ამ კლასში, რადგან ეს კლასი არის NN მოდულის შვილობილი, ანუ ეს NN მოდული შეიცავს აი ესეთ ფუნქციას named parameters. და model named parameters რო გამოვიძახებთ, ეს ჩვენ გვაძლევს, მოდი გავუშვათ, ანუ ამ neuron ქსელში აღწერილი ყველა შრის გვაძლევს რა, ანუ name იქნება სახელი, ანუ fc1 წონა, fc1 ბაიაზი, fc2 წონა და ბაიაზი. და ნუ shape-ები არის 5-დან 2-ზე, იმიტომ რომ ესე იგი აქ გვაქვს 2-დან 5-ზე გადასვლა და მე გვაქვს 5-დან 1-ზე გადასვლა, ანუ მეორე shape-ი არის 1 და 5. ნუ ბაიაზი შესაბამისად. და ხო, ანუ shapes print-out და კიდე მესამედ print-out ესეთ რაღაცას პარამ-წერტილი requires grad. ხო, ანუ requires grad default-ად არის true ყველა ნეირონული ქსელის შრეზე. და ეს ნიშნავს, რომ ანუ ამ შრეების ჩვენ გვინდა დატრენინგება და შესაბამისად პირდება გრადიენტები, ხო? სახელიდან გამომდინარე. აი და მოდი ახლა ესეთი რაღაც გავუშვათ, ავიღოთ რაღაც input-ი რანდომული, ანუ 3 ცალი მაგალითი და 2 ცალი ფიჩერი გვაქვს ერთში, ანუ 3-2-ზე. ანუ ეს კოდი ამ კოდით ნახავთ ასეთ რაღაცას, რომ ანუ model პირველი layer-ის წონის წერტილი grad არის nani, ანუ ეს grad ესეთი რაღაცაა, რომელიც ნიშნავს ამ წონის გრადიენტი გვაქვს თუ არა დათვლილი. ეხლა თავიდან არა გვაქვს. მე ვაკეთებ forward pass. ანუ ეს ჩემი input-ი გავატარე neuronul ქსელში და პროსტა რაღაც აქ არა აქვს მნიშვნელობა რას გავაკეთებ. პროსტა მინი დავწერო, პროსტა ერთი რიცხვი მიმეღო რა. ხო და მე არის ესეთი ფუნქცია, რომელსაც ქვია backward. ამას ქვია backward pass. და ეხლა უბრალოდ ვანახებთ რა შვება და მთელი ლექცია დაუთმობთ აი ამ backward-ის მათემატიკას და 0-დან როგორ დავწეროთ ეს. ეხლა ჯერჯერობით უბრალოდ ვანახებთ PyTorch-ში როგორ მუშაობს. ანუ ეს დაითვლის გრადიენტებს და მე უკვე ამას რო გამოვიძახებთ, ეს არ უნდა იყოს nani. ეხლა გავუშვებ ამ კოდს, რომ დავწუნეთ, მართლაც ესეა. და მე fc1-ის ანუ პირველი layer-ის წონის გრადიენტი შემიძლია ასე ნახვა, ანუ გავუშვა და ეგ ეს გრადიენტები გამომიტანა. ხო, და ეხლა თქვენ თუ გაიხსენებთ, მე მქონდა, აი წინა ლექციაში გადავხტები ისევ და ჩვენ წინა ლექციაზე მქონდა განხილული აი ეს ამის დატრენინგების კოდი. ცოტა დავაპატარავთ, თორე ხო, ამის დატრენინგების კოდი და აქ მეწერა ესეთი რაღაცა, რომ აი ესეთი რაღაც მეწერა წინა ლექციაზე. ანუ training loop-ში მქონდა ესეთი რაღაცა, რომ model წერტილი parameters, ანუ ყველა მოდელის პარამეტრი დავითრიე და შევამოწმე მე, ანუ რომელსაც ეს required grad არის true, ანუ რომელი პარამეტრის დასწავლაც გვჭირდება, პროსტა ავიღე ეს ამ პარამეტრის წონები, ანუ ამ შრის უბრალოდ აქ შეიძლება layer მეწეროს. ამ შრის წონები დავააპდეითე learning rate-ი გამრავლებული ამ წონის გრადიენტზე. ანუ ეს არის გრადიენტული დაშვების ერთი სტეპი. ხო, და წინაზე მანამდე გავაკეთე ესეთი რაღაცა, loss, ანუ loss ფუნქცია, loss ფუნქციის backward გამოვიძახე. ანუ რა გავქენი აქ გრადიენტები გამოვთვალე, რომლებიც ავტომატურად ჩაიწერა თითოეული წონის გრადში და მე აი ეს ოპერაცია გავაკეთე. ანუ ეს უბრალოდ პარალელი გავავლეთ წინა ლექციაზე. ოკეი, ხო და ეხლა აი ამას მე ავხსნი. მოკლედ ესეთი რაღაცა არის, რაც მუშაობს და ზოგადად ნეირონულ ქსელებში სულ ამას გამოვიყენეთ. ეხლა რა, კაი, მოდი ეხლა უკვე გადავიდეთ ჩვენ ხო, ეს მაქვს ოკეი. კაი, მოდი ეხლა პროსტა რაღაც მარტივი მაგალითი განვიხილოთ. აი ეს ფუნქცია მაქვს და მე უკვე დაფაზე გადავიდეთ და ამის დეტალურად ნახოთ როგორ მუშაობს. ან პროსტა ავიღე რაღაც 3 ცალი რიცხვი,
ანუ ამ შემთხვევაში ტენზორით აღწერ, მაგრამ თითო რიცხვია, ანუ x უდრის 1-ს, y უდრის 2-ს და z უდრის 0-ს. და ეს required-ად დავსვით true, რომ PyTorch-მა გამომითვალოს გრადიენტები. მე ავიღე ესეთი რაღაც გამოსახულება, ანუ x + x-ი გამრავლებული y-ის კვადრატზე, ეს ყველაფერი გამრავლებული x-ი გამრავლებული y-ის კვადრატი ხარისხში კოსინუს z-ზე. ანუ ესეთი ფუნქცია ავიღე. დავთვალე ამის გამოიძახე ამის backward და მე თვითონ ამ ფუნქციის მნიშვნელობა ავიღე ჯერ, რომელიც 20 ტოლია. და მე ავიღე ესე იგი f-ის კერძო წარმოებული x-ით, ანუ x grad item, f-ის კერძო წარმოებული y-ით და f-ის კერძო წარმოებული z-ით და ეს რიცხვები დამიჯდა 40, 36 და 0. და ეხლა ვნახავთ, ეხლა მოდი გამოვიყვანოთ ფურცელზე ეს მაგალითი, ზოგადად როგორ მუშაობს და მე აი backward-ის კოდი დავწეროთ 0-დან. ხო და კიდევ ერთხელ თუ რამე კითხვები არის, გამიჩერეთ, რომ დავიხილოთ, იმიტომ რომ ეხლა რასაც ვიტყვი, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ ეს რასაც ვსაუბრობ, ყველას ესმის რა. აი მოდი ეხლა გადავალ მე დაფაზე. Okay. და ამით ბატონო, ესეც ასე. Okay, დავიწყეთ. Some პატარა ესა არ კაია. Okay, ანუ backpropagation. Algorithm. მოდი პირველ რიგში გავიხსენოთ რა იყო ზოგადად რთული ფუნქციის წარმოებული. ხო, ანუ chain rule. recap. მოდი დავუშვათ აქ რაღაც ჩახლართული ფუნქცია, ვთქვათ f-ი, მე g, k, x-y. ამას დამატებული რაღაც h-ი x-ზე. ეს რაღაც ფუნქცია გვაქვს რა. ანუ ამ ფუნქციაში f, g, k და h არის რაღაც ფუნქციები. ანუ ამ ფუნქციების ესეთი ჩახლართული კომპოზიცია გვაქვს და x-ი და y-ი არის ფლადები, ანუ რიცხვები რა. x, y-ი არის რაღაც რიცხვები. და ეხლა გვაინტერესებს ჩვენ მოდი ამას დავწერ. და ხო, x და y არის რიცხვები და გვაინტერესებს ამ თიში ესე df-ი dx-ი, ანუ x-ის f ფუნქციის x-ის მიმართ კერძო წარმოებული, ანუ ეს იგი ერთია რომ ესე აღნიშნოთ და მეორე აღნიშნა არის, ანუ ასეთ აღნიშნას გამოვიყენებ. ანუ x უწერ ინდექსად რა. ანუ ასე გვაინტერესებს df-ი dy-ზე. ანუ ამას აღნიშნავ ასე. Okay. ხო, და ნუ მოდი დავწეროთ ახლა ფორმულა, ხო? ეს ფორმულა არის ასეთი, რომ ესე იგი, ჩვენ რო გამოვთვალოთ კერძო წარმოებული x-ის მიმართ, უნდა ჩავუყვეთ, ანუ ჯერ უნდა გამოვთვალოთ ესე იგი f-ის წარმოებული g-ის მიმართ, ეს უნდა გავამრავლოთ g-ის წარმოებული k-ის მიმართ, ეს უნდა გავამრავლოთ k-ის წარმოებული x-ის მიმართ. და მე ამას უნდა დავუმატოთ f-ის წარმოებული h-ის მიმართ, გამრავლებული
h-ის წარმოებული x-ის მიმართ. ეს არის, ეხლა რა დავწერე, ეს არის პროსტა ფორმულა, ანუ აქ არაფერი არ გამომიგონებია, ეს ანუ მათემატიკის წიგნი რო გადაშალოთ, ესეთი ფორმულაა. ეხლა მოდი ჩავშალოთ ეს ფორმულა. ანუ მე მაქვს ასეთ დამოკიდებულება რეალურად, ხო? ანუ აქვს რაღაც x-ი, y-ი, მე მაქვს x და y დამოკიდებულია k-ზე. k დამოკიდებულია, ანუ k არის j-ს, k შედის, კი არა და უბრალოდ k დამოკიდებული x და y-ზე, j არის დამოკიდებული k-ზე და მე სუზემოთ გვაქვს f-ი და მე გვაქვს ასევე hx-ი და ბოლოს f-ი დამოკიდებულია h-ზე. ანუ ეს გრაფი ახლა რაც ავაგე ხო გასაგებია, ანუ ეს ფუნქცია ჩავშალე უბრალოდ რა რაზეა დამოკიდებული რა. ოკეი და ეხლა დავხატოთ ესეთი რაღაცა. ეს ავიღოთ. მოდი ვითხრათ. და მე უნდა მოვიდე ეხლა მე მაინტერესებს კერძწარმოებული x-ის მიმართ, ხო? მოდი y-ს დავანებოთ პირთავ. ჯერ გამოვთვალე რა f-დან, ანუ წამოვედი მოდი f იყოს რუთი რა, ხის რუთი. ანუ წამოვედი ზემოდან ქვემოთ, ანუ ჯერ გამოვთვალე აი აქ f-ის ეს ძალიან ყვითელია არ ჩანს. მოდი აი ეს ფერი აიღოთ. ანუ ჯერ გამოვთვალე f-ის წარმოებული შეთი, მერე ჩამოვყევი ხეში, ანუ j-ს წარმოებული k-თი და მერე ჩამოვედი a-ს წარმოებული x-ზე. ხო, ანუ უკან წამოვედი რუთიდან x-ამდე, ანუ path ჩამოვყევი რა. და მერე მეორე გზა მოდის აქედან, ანუ f-ის წარმოებული h-ით და h-ის წარმოებული x-ით და ბოლოს ეს x-ში რო შემოვიდა ეს ორივე, აქ უკვე ავჯამე. ანუ აი ეს გამოსახულება ავიღე. ანუ გასაგებია ხო ინტუიციურად, ანუ უпростоრად, ანუ მე თუ მაინტერესებს რაღაც ცვალის კერძო წარმოებული, ანუ ხე უნდა ავაგო ამ გამოსახულების და ხის რუთიდან, ანუ წვეროდან უნდა დავუყვე და ამ შემთხვევაში input-ი არის leaf node და ამ leaf node-ამდე უნდა ჩამოვიდე ყველა შესაძლო გზით და თითოეულ გზაზე ესენი უნდა ვამრავლო. და ბოლოს სადაც გზები იყრება, იქ უნდა დავსვა პლუსი, ანუ ეს არის ინტუიციურად. და back propagation რატო ქვია? იმიტომ რომ უღმა მოვდივართ, ანუ წარმოებულები მოდის ზემოდან ქვემოთ. აქედან გამომდინარე სახელი back. ეხლა მოდი ტერმინოლოგია გავმარტოთ. ამას ქვია ანუ აი ამებს ქვია ლოკალური წარმოებულება. ამას და ამას. და მე ასევე თან რომ მოვდივართ ვამრავლებთ ერთმანეთზე, ხო, ანუ აქ ესე გვექნება f-ის წარმოებული j-ზე, გამრავლებული j-ს წარმოებული k-ზე და აქ გვექნება f-ის წარმოებული j-ზე, გამრავლებული j-ს წარმოებული k-ზე და გამრავლებული k-ს წარმოებული x-ზე. ანუ ესე იგი წვეროდან რუთიდან მოვდივართ და ნელ-ნელა რაც გზაში გვხვდება ერთმანეთზე ვამრავლებთ. და აი ამ მიმდინარე ნამრავლს დავარქვათ upstream gradient. upstream. ეხლა აქ მე მგონი, რასაც ვსაუბრობ, რთული არაფერი არ არის, ანუ ავიღებ რაღაც ფუნქცია ჩავწერე, გამოვიყენე კერძო წარმოებულის ფორმულა და მე გრაფზე ვანახე უბრალოდ როგორ მუშაობს. მოდი ეხლა კითხვები ხო არ არის აქ რამე? ოკეი. ანუ რამე ვიღერო. მოდი ეხლა უფრო კონკრეტული მაგალითი ავიღოთ. აი პორცი რაც გაჩვენეთ, იმ მაგალითს ავიღებ ეხლა. ანუ რაღაც ფუნქცია იქ მქონდა, ზუსტად იმ ფუნქციას ვიწერ ეხლა რაც იქ მქონდა, ანუ fx-ი უბრალოდ სამი ცვლადი მქონდა. ეს დავშალოთ. კიდე იგივე დავწერე. xyz-ი ეს იყო ესე იგი x plus xy კვადრატი და ფო არ მოახარისხება xy კვადრატი ხარისხში კოსინუს z-ზე. კოსინუს z-ი. ოკეი და ამცანა იგივეა, ანუ ესე იგი ესეთი გამოსახულება აქვს და გვაინტერესებს კერძო წარმოებულები, ანუ
dx-ის მიმართ, ანუ ეს განმარტების თანახმად იგივეა, რაც ესე რო ჩავწერო y და z. ეს არის ჩვენი ამოცანა. აი. და ხო, და ნუ ასევე მოცემული გვაქვს x-ი უდრის 1-ს, y-ი უდრის 2-ს და z-ი უდრის 0-ს. და აი ამ წერტილებში ეს წერტილები მე უნდა ჩავსვათ აი ამ ფუნქციებს რაც ვიპოვით და პასუხები უნდა მივიღოთ რიცხვები. და PyTorch-ში როგორც ვანახეთ, იქ იყო 40, თუ არ ვცდები, 40 რაღაცა და რაღაცა. და მოდი ახლა ეს გამოვთვალოთ. პირველი ეტაპი იყო, რომ უნდა ავაგოთ გამოსახულების ხე. და მოდი ახლა ავაგებ ხეს ასეთნაირად. ეს გამოსახულებას რო ჩანდეს თან. არ მინდა დამეკარგოს. აჰა, ასე. გვაქვს გვერდულად ან მარცხნიდან მარჯვნივ ავაგებ რა, ცოტა პირით ავაგებ, ანუ x, y, z. დავიწყოთ ესე იგი x, y აყვავს კვადრატში ჯერ. ანუ წვერო ამ შემთხვევაში იქნება ოპერაცია. ანუ y შევიდა ახარისხების ოპერაციაში, ანუ ასე დავწერ ხარისხად 2. მე ანუ ეხლა ვწერ რო არ აგერიოთ აი ამას. აი ამ ნაწილს ვწერ რა. ანუ y ავახარისხე და მე უნდა გავამრავლო x-ზე. ანუ ბოდიში ანუ უნდა შემოვიღოთ გამრავლების ოპერაცია, ესეთი რაღაცა და ეს ორი წავიდა აქ, ესე. ანუ x-ი გამრავლებული y კვადრატზე, მე z-ზე მაქვს ანუ პირველ რიგში კოსინუს z, ანუ კოსინუსი, ესეთი რაღაცა. მე მაქვს ახარისხება pho და არგუმენტები არის ესე იგი x-ის და y კვადრატის ნამრავლი, ანუ ესა და მეორე არგუმენტია კოსინუს z. მე მაქვს ჯამის ოპერაცია, ანუ ეს პლუსი და უნდა შევკრიბო x-ი და x-ი გამრავლებული y კვადრატზე, ანუ აქედან წამოვა კიდევ ერთი ესეთი რაღაცა და აქ მაქვს პლუსი. ანუ გასაგებია ხო, ანუ მე გვერ თულს ჯერჯერობით არაფერს არ ვიძახი. და ბოლოს გვაქვს განამრავლი. აი ეს ნამრავლი აი აქ. მოდი ახლა რაღაც სახელებით შემოვიტანოთ. ამას დავარქვათ, ხო, აქ ინპუტები არის 1, 2 და 0. და ანუ არა, ხო, ესენი არის leaf node-ები, ან ფოთლები გრაფის და შუა წვეროებს დავარქვათ სახელები, ანუ ეს იყოს a, ეს იყოს b, c, d, e და f. კაი. ხო, ანუ ესე იგი PyTorch-ში დავუბრუნდეთ PyTorch-ს, ანუ ეს გამოსახულება რომ დავწერე, ანუ PyTorch-ში შიგნით აგებს ასეთ ხეს. პირველად საკეთებს აგებს გამოსახულების ხეს. ხო, ეხლა და მე რო ვიძახებთ forwards ხდება forward pass, ხო? ახლა მოდი გავუკეთოთ forward pass. ანუ დავიწყოთ x-დან. მოდი a-დან დავიწყოთ უბრალოდ. ანუ რას უდრის a-ს? a არის x-ი გამრავლებული y-ის კვადრატზე, ხო? ნუ პირველ რიგში b არის y-ის კვადრატი, ანუ ეს იქნება y-ის კვადრატი და უდრის 2-ის კვადრატი 4. მერე a არის x-ისა და x-ი გამრავლებული b-ზე, ანუ უდრის 1 გამრავლებული 4-ზე 4. d არის x plus a, ანუ x plus a და ეს უდრის ეს plus 4 5. e უდრის ახარისხად c და უდრის, ესე იგი a არის 4, c არის კოსინუს 0 1, ხო აქ დამავიწყდა კოსინუს 0 უდრის 1-ს
და 4 ხარისხად 1 უდრის 4-ს. და ნუ f არის შესაბამისად 5 გამრავლებული 4-ზე და უდრის 20-ს. და ეს ახლა PyTorch-ში რაც ნახეთ, forward pass-ის მნიშვნელობა ზუსტად იყო 20. ან პირველი, ესე იგი, ალგორითმის პირველი ეტაპი არის forward pass. ხო, და ასე მნიშვნელოვანია, რომ აი ხა ლურჯად რაც დავწერე ეს A, B, C, D, E და F-ი, ან grabs რო აგებს PyTorch-ში, ან თითოეულ node-ში აი ამ შუალედურ მნიშვნელობებს ინახავს. ანუ forward pass რო გავაკეთებთ, ეს მნიშვნელობები შენახული გვაქვს. ეხლა მეორე ეტაპი ამ ალგორითმის არის წვანეთ დავწეროთ, მოდი. მეორე სტეპი არის ლოკალური გრადიენტების გამოთვლა. ანუ ზემოთ როგორც დავწერე, აი აქ აი ესენი არის ლოკალური, არა, ბოდიში ეს არა. სად არის undo ანუ ლოკალური გრადიენტია ეს, ლოკალური გრადიენტია ეს სათხილავთ. ანუ ლოკალური გრადიენტია კონკრეტული წვეროს შვილის მიმართ გრადიენტი, არ ქვია ლოკალური გრადიენტი. და მოდი ესენი დავთვალოთ ახლა ყოველი წვეროსთვის. მოდი დავწეროთ მეორე სტეპი compute local grads. დავიწყოთ F-ით, ხო? ესე იგი F-ის უშუალო შვილები არიან D და E. ანუ F-ის წარმოებული გვინდა D-ი და F-ის კერძო წარმოებული გვინდა E-ი. ნუ ეს არის ნამრავლი და ნუ ნამრავლის წარმოებული ეს ცხრილში უნდა ნახოთ თუ არ გახსოვთ და F-ის წარმოებული D-ი ეს არის E და ეს არის 4 და ხო 4 საიდან ავიღე? აი აქ მე ხო თქვი რომ forward pass-ის დროს უკვე შენახული მაქვს, დათვლილი მაქვს მნიშვნელობები. ანუ graph-ში ეს ინფორმაცია უკვე მაქვს. ანუ შესაბამისად ეს 4-იანი ვიცი რომ მაქვს. და ეს მიმართ ანუ ეს არის D და ეს უდრის 5-ს. აი დავუყვეთ, ესე იგი აქ გვაქვს D-ის შემთხვევაში D-ის შვილები არის X-ი და A, ანუ D-ის წარმოებული 10 გვაინტერესებს, ნუ შეკრება არის და ორივე არის 1, ამიტომ. ეხლა აქ გვაქვს ახარისხება, ანუ და ეს უშუალო შვილები არიან A და C, ანუ გვინდა ეს ლოკალური გრადიენტები, რომელიც ას შემთხვევაში არის C გამრავლებული ახარისხად C-1. ეს ახლა მე ზეპირად ვიცი, უბრალოდ ფორმულები არის და თუ არ გახსოვთ, просто ფორმულაა იცოდეთ რა, მეტი არაფერი. და ეს უდრის, ესე იგი C არის 1, C-1 0, 1 და ეს იქნება C-ს მიმართ იქნება ახარისხად C გამრავლებული ln A-ზე. ესეც ფორმულაა. და ესე იგი ახარისხად C არის 4, ln არ ვიცი ხა, ln პირდაპირ დავწერე ln არის 4. ln 4-ს დავწერე ესე, ნუ რაღაც რიცხვია რა. ეს ln-ი დაახლოებით უდრის 2 და რაღაცა, ზუსტად არ მახსოვს. უпростоრად ln 4, არა, შემიშა ლოგარითმი 4-დან რა. რაც არის, რაღაც რიცხვია კონკრეტული. კოსინუსზე დავბრუნდით კოსინუსზე, ნუ კოსინუსს აქვს ერთი შვილი, შესაბამისად მარტო z-ი გვაინტერესებს. და ეს უდრის კოსინუსის წარმოებული არის მინუს სინუსი, ანუ მინუს სინუს z-ი. და ნუ 0-ია პასუხი აქ. რა დაგვრჩა ახლა, კვადრატი დაგვრჩა, ანუ b-საც ერთი შვილი ყავს y-ი, ესე დავწერ. და ეს არის 2y. 2y და ეს უდრის 2 × 2 4. ოკეი, და ეხლა გამრავლება, ხო? ანუ აქ გვაქვს
A-ას შვილები არის პირველი x-ი, მეორე არის y კვადრატი, ანუ b. ანუ ესენი გვაინტერესებს აქ b. ნუ x-ის მიმართ არის ნამრავლი გვაქვს, ანუ x-ის მიმართ გვაქვს პირდაპირ b. ეს უდრის 4-ს და b-ის მიმართ არის x-ი. და ეს უდრის 1-ს. ოკეი, ანუ ეს მეორე სტეპიც ლოკალური გრადიენტების გამოთვალეთ და ამასაც ასევე წერთ ჩვენ შუალედურ შედეგებში. ხო, და ეხა მესამე სტეპი, რომელსაც მოდი დავწეროთ თითლად. ეხა უბრალოდ უნდა დავუყვეთ, აი აქ როგორც ნახეთ, ანუ ზემოდან ქვემოთ უყვებით და ვამრავლებთ, ანუ ამ upstream gradientებს ვითვლით, ანუ ნუ upstream gradienti ამ შემთხვევაში გამოვუყვეთ, ანუ წვერო ზოგადად ინიციალიზდება 1-ით. იმიტომ რომ აი აქ ხო f-ის წარმოებული f-ით, ანუ ნებისმიერი x-ის წარმოებული x-ით, t-ის წარმოებული t-ით ყოველთვის უდრის 1-ს, ანუ ესე იგი root-ში ავტომატურად იწერება 1 და მე დავუყვეთ ახლა ქვევით. აქ რა იქნება? ესე იგი f-ის წარმოებული eti, ეს იქნება, ანუ ჩვენ უნდა გავამრავლოთ, ავიღოთ parent-ი, ანუ ეს იქნება f-ის წარმოებული f-ზე და მერე f-ის წარმოებული eti, რომელიც ორივე გვაქვს, ეხლა დააკვირდით, ანუ is არის იგივე is, ანუ parent-ში გვაქვს ეს ინფორმაცია და is არის is, ანუ ესეც parent-ში გვაქვს ეს ინფორმაციაც. გავუყვეთ ახლა ქვევით. ამის გამოთვლას ახლა პრინციპში კი შეიძლება ამის გამოთვლაც. ანუ ეს იყო 1 და ეს იყო 5, ანუ ეს უდრის 5-ს. დავუყვეთ ქვემოთ, ახლა აქ იქნება, upstream-ი იქნება f-ის წარმოებული z-ი. კი ბატონო. და ეს იქნება, ესე იგი f-ის წარმოებული eti, გამრავლებული ეს წარმოებული z-ი. ანუ აქაც იგივე თემა არის ზუსტად, ანუ is არის is, ანუ რაც გამოთვალეთ და is არის is რიცხვი. ანუ parent-ში არის ინფორმაცია, რაც ჭირდება და ესე ვამრავლებთ და მოყვებით ქვევით. კაი, მოდი ახლა გადავიდეთ იქით. ესე იგი, აი აქ გვექნება f d, ეს იქნება f-ის წარმოებული f-ით, ანუ parent-ში რაც არის და მერე გამრავლებული f-ის წარმოებული d-ი. ესენიც parent-ში გვაქვს. და ეს რა იქნება ახლა 1 გამრავლებული 4-ზე, ხო? ანუ 4. ხო, ახლა მოდი ცოტა საინტერესო მომენტი განვიხილოთ. აი აქ რა იქნება? ანუ f-ის წარმოებული 10. აქ შევნიშნოთ, რომ გვაქვს ორი გზა root-იდან, ანუ ერთი გზა, მოდი ამას სხვაფრად ავიღებ. ანუ ერთი გზა არის AS-ე და მეორე გზა არის AS-ე. ანუ რა უნდა ვქნათ ასე შემთხვევაში არის ჯამი, ხო? ანუ ჩვენ უნდა ეს upstream-ები ჯერ ჩვეულებრივად გამოვიანგარიშოთ და მერე გადავამრავლოთ. ეხლა აქ არ მეტევა მე რომ დავწერო. ამიტომ მოდი აი ეგ დავწერ, რომ f-ის წარმოებული 10. ანუ ჯერ მოდი განვიხილოთ is ხაზი. ხო, ანუ ეს იქნება f-ის წარმოებული d-ი გამრავლებული d-ის წარმოებული 10. ანუ ამ ხაზს მოვყვები, ანუ is გავამრავლე აი ამაზე. და მერე ჯამი და ეხლა აი ამ ხაზს გამოვყვეთ. ანუ ამას დამატებული f-ის წარმოებული eti
ანუ AS ტიპი გამრავლებული ეს წარმოებული 10. ანუ AS ტიპი. გასაგებია ხო? ანუ ორივე ფერენტ, რადგან ამ შემთხვევაში ორი ფერენტი ყავს. იქიდანაც და აქედანაც წამსულები ავჯამეთ. ხო, და ნუ ასე ჩავუყვებით ბოლომდე რა. და მივიღებთ x, y-ს და z-ს. მოდი ახლა აღარ გავაგრძელებ, ანუ მე მგონი მეთოდი უკვე გასაგებია, ახლა თქვენ თვითონ საშინაო დავალებაში ესენი მიიყვანეთ, ანუ x, y და z-მდე ჩადით ამ გრაფში. და ხო, ახლა აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტი არის. რა თანმიმდევრობით, ნუ პირველი forward pass-ი გასაგებია, ხო? ანუ ახლა ცოტა ისე ტერმინებს ვთქვამ გრაფში ძებნა, ვინც ან გრაფში ჩვეულებრივად ნებისმიერი ალგორითმით, ანუ სიგრძეში, სიგანეში ნებისმიერი ალგორითმით მარტივად გამოთვლით. აი ეს upstream gradient-ები როგორ გამოთვალოთ, ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ანუ მე როდესაც კონკრეტულ წერილს ვამუშავებ, აი მაგალითად ისე ვიღოთ highlighter-ი, ანუ აქ რო ვმუშაობ, მე უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ამის ფერენტები უკვე დამუშავებულია. თუ მაგალითად ეს ისე დავამუშავე, რომ თქვათ, ფერენტი არ არის დამუშავებული, მაშინ სწორ შედეგს ვერ მივიღებ. ნუ ამას ეწოდება ტოპოლოგიური სორტირება, ესეთნაირად რომ დავასორტიროთ ეს გრაფის წვეროები, ახლა ვინც არ იცით, ეს დიდი ტრაგედია არ არის, ნახეთ ინტერნეტში. და მოდი ახლა ბევრი ლაპარაკის გარეშე გადავიდეთ კოდში და ამის იმპლემენტაცია გავაკეთოთ. ამისათვის მე დავაშიარებ ახლა ორივეს. ეს დავწიოთ save-ით. Same. Okay. აი, ესე გვაქვს ეს ჩვენი ნაწერი. ეს ჩვენი ნაწერი, ცოტა გავადიდოთ. და კაი, ახლა გვინდა კოდი. როგორ დავწეროთ კოდი? იდეები თუ გაქვთ? პირველი სტეპი, ნუ ბუნებრივია ახლა ჩვენ ხო, ნუ აქ მოდი ჯერ ეს ამას დაუბრუნდეთ, ხო? აქ მე ვაჩვენე, რომ აქ მაქვს რიცხვი 20, ანუ აქაც 20 მივიღე. ზუსტად ეს 20-ია, ანუ forward-ი რო გამოვთვალე, ან გამოსახულების ეს 20-ია. ხო, ეხლა ეს მე დავწერე იმპლემენტაცია 0-დან, ანუ PyTorch-ის გარეშე და ნუ პირველი გვჭირდება გრაფი. ეხლა ამ კოდის რეალურად აქ კრიტიკული არ არის ამ ლექციების კურსისთვის, ანუ ამ კოდს ვინც ვერ გაიგებს კარგად, პრინციპში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ცოტა ისეთ ტერმინები არის, რომ შეიძლება ყველას არ ქონდეს გავლილი ეს გრაფის ალგორითმები. თუმცა მანამდე რაც ვილაპარაკეთ, აი ეს დაფაზე რაც ავხსენი, ეგ მე საჭიროა, რომ ინტუიციურად მაინც ყველა მიცოდეს, ანუ როგორ მუშაობს. და რა თქმა უნდა, ეს ბეკვარტს რო ვიძახებ აქ და რეალურად აი ეს დაფაზე რაც ავხსენე, ეგ ხდება, ეგეც ყველა უნდა იცოდეს და. ეხლა რასაც ავხსნი, ეს სასარგებლოა რო იცოდეთ, უფრო გასააზრებლად დაგეხმარებათ. თუმცა როგორც თქვი, ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის, ეხავე თუ ვერ გაიგებთ. ოკეი, ნუ პირველ რიგში გვჭირდება გრაფი, იმიტომ რომ 0-დან პირველ რიგში გრაფი გვჭირდება, ანუ ამისთვის ესეთ რაღაცა გავაკეთე რა. node, ანუ ესეთი კლასი. მოდი ჯერ ამას არ მიაქციოთ ყურადღება, რასაც მოვნიშნავ, იმას მიაქციეთ, ანუ გვაქვს name და children-ი ლისტი, ხო? ანუ შვილები და ესა. და ყველა node-ში default-ად გვაქვს მიმდინარე node-ში ეს upstream grad, ანუ ეს grad, ანუ რომელსაც ქვია upstream gradient-ი, ანუ აი ეს წითლები რაც დავწერე აი აქ. ხედავთ ხო, ანუ ყველა node-ში მქონდა რაღაც წითელი წარმოებული და აი ეს ამას შევინახავ ამ grad-ში.
ლენი, ეს სტანდარტულად ამ წვეროს ჯერადობას, შვილების რაოდენობას მიბრუნებს. მოდი ეს ჯერ არ გვინდა. მერე მაქვს ნოუდის შვილობილი, binary node, ორობითი ოპერაცია, შეკრება, გამოკლება, გამრავლება და ასე შემდეგ. ამას აქვს left child და right child. და შესაბამისად მაქვს ლოკალური წარმოებული მარცხნივ და ლოკალური წარმოებული მარჯვნივ. აი აქ ეს node რო ავიღოთ, გამრავლებას ხო ქონდა f-ის წარმოებული d-ი და f-ის წარმოებული e-ი. A იყო ამ შემთხვევაში მარჯვენა შვილი და D იყო მარცხენა შვილი. აქაც ესენი მაქვს. left gradient და right gradient ლოკალური. და ესეთი დამხმარე ფუნქცია მაქვს left-ი უბრალოდ მარცხენა შვილს მიბრუნებს, right-ი მარჯვენა შვილს. და ესეთი ფუნქცია მაქვს backward იმითი რა ქვია. მოდი ამას არ მიაქციოთ ჯერ ყურადღება. unary node, ერთშვილიანი node, მაგალითად ახარისხება სინუსი, კოსინუსი ესეთი ფუნქციები, რომელსაც აქვს ერთი შვილი და შესაბამისად ერთი ლოკალი წარმოებული აქვს. ამ შემთხვევაში აი c ქონდა და ეს c არის კოსინუსი ხო და ამის წარმოებული z-თან ერთი ცალი გვაქვს, ორი არა გვაქვს. ხო, აქ ეს ქონდა და ლიფარი ფოთლები ამ შემთხვევაში ინპუტები, x, y და z. ხო და ამ ფოთოლს აქვს რეალურად value, რა მნიშვნელობაა, ხო, აქ x უდრის 1-ს, აქ y უდრის 2-ს და z უდრის 0-ს. ხო და ფოთოლში ლოკალური წარმოებული ყოველ ვარიანტში 1-ია, იმიტომ რომ x-ის წარმოებული x-ით 1-ია, y-ის წარმოებული y-ით 1-ია, ამაზე ვილაპარაკეთ. ოკეი, და ხო, ეხლა მაქვს უკვე კონკრეტული იმპლემენტაციები, plus, შეკრება არის ბინარული ოპერაცია. Forward passes algoritmi არის უბრალოდ მარცხენა, ამ პლუსის, შეკრების მნიშვნელობა არის მარცხენა შვილის. ჯერ, აქ ვაკეთებ რეალურად DFS რა, სიღრმეში ძებნას, ჯერ მარცხენა შვილზე გავუშვი forward-ი, მერე მარჯვენა შვილზე გავუშვი forward-ი და მერე უბრალოდ მნიშვნელობები შევკრიბე, პლუსის მნიშვნელობა. ანალოგიურად გამრავლება, აქ მაქვს უბრალოდ პლუსის მაგივრად გამრავლება. ეს არის square, აი ამ შემთხვევაში, აი ეს ტიპი აქ კვადრატში აყვანა. forward-ი არის უბრალოდ child-ი კვადრატში. po, ახარისხება, მარცხენა ხარისხად მარჯვენა შვილი, აქაც იგივეა და კოსინუსი, ეს unary node-ია და ეს არის math კოსინუსი შვილის. ოკეი. ხო და ეხლა ესეთი გრაფი რომ მაქვს, x, y და z არის ფოთლები, 1, 2 და 0 და შემდეგ ზუსტად ლექციაზე აი აქ დაფაზე რაც მოვიყვანეთ, შემომაქვს შუალედური ნოუდები, b არის y კვადრატში, აი ეს ტიპი, აი აქა. მერე მაქვს a, ეს არის x-ი გამრავლებული b-ზე, c არის კოსინუს z-ი და ასე შემდეგ. ზუსტად აი აქ რაც დავწერე, ანალოგიურად ვაგებ გრაფს აქ. ხო და მერე ვიძახებ forward pass, forward pass-ი გავაკეთე და საბოლოო მნიშვნელობა ეხლა ეს რომ მე გავუშვა. ვიღებ ასეთ რაღაც, ეს f ფუნქცია 1, 2, 0-ით უდრის, ის დამიბეჭდა, f plus 1 გამრავლებული 2-ის კვადრატზე, გამრავლებული ეს ახარისხებული ამას და მართლაც მნიშვნელობა მივიღე 20-ის. ხო, ეხლა ეს ტექსტი საიდან მივიღე, ეს არის, აი ეს მარტივი არის, აი აქ მაქვს repr, სად მიწერია ზუსტად. აი ეს რაღაცა, ფოთლისთვის. ეს repr Python-ში ნიშნავს, აი ამ nodes შერო დაპრინტავ, რანაირი ფორმატით გადაიყვანოს ტექსტში რა. ამ შემთხვევაში ეს პროსტა არის value ავიღე, ამ leaf node-ის მნიშვნელობა და ამის სტრიქონი ავიღე. ორობითი ეს ასევე განსაზღვრული, ერთშვილიანი ნოუდებისთვის ეს არის უბრალოდ სახელი და შემდეგ ჭხილებში შვილის სტრიქონული რეპრეზენტაცია, რეკურსიული ფუნქცია არის. და ორობითი ნოუდის შემთხვევაში არის ოპერატორი და მარცხენა ოპერანდი და მარჯვენა ოპერანდი. რას გულისხმობ ახლა ცოტა გული რო არ იყოს, თქვა პლუსი არის, პლუსისთვის იქნება
ანუ რეკურსია ჩავა ჯერ მარცხნივ, აქ რაღაცას მივიღებ, მე დაიწერება პლუსი და მე მარჯვნივ რასაც მივიღებ, ხო? ნუ ეს ვინც ამაზე მუშაობთ, ოლიმპიადებზე თუ გადიხართ და ამ ალგორითმებს იცნობთ, ეს ახლა რასაც ვაპარაკობთ ძალიან მარტივია და ასე შემდეგ. აი, ანუ აქამდე ეს აქ რამე შეკითხვა ხო არ არის, აი forward pass-ის დათვლაზე აქ. ანუ ეს ყველაფერი ახლა რაც ვისაუბრე გასაგებია, ხო? მარტო forward pass-ი გავაკეთე და ეს 20 მივიღე. და ნუ ამის მარტივად გადამოწმება შემილია, აი მაგალ კითხვა არის, ვერ დავინახე. ხო, კითხვა თუ არის პირდაპირ იმას ქენით, რა ქვია. დაიწყეთ საუბარი. აი მაგალითად ეს გისმენთ, გიგი, ხო? გისმენთ? არა, უბრალოდ ლაიქი გამოგცანე გასაგებია თქო. ოკეი, აი. ხო, აი მაგალითად ეხა რა პატარა დებაგი რო გავაკეთოთ, აი აქ ეს მნიშვნელობა არის 4 და მოდი ნახოთ რომ მართლაც ეს მნიშვნელობა აქ არის 4, ანუ e value 4, ხო? ნუ შეგიძლიათ სახში გადაამოწმოთ. ოკეი, ეხა თავარი არ მithქვავს რა, ანუ ჯერ ყველაზე მარტივით დავიწყე, ანუ ეხლა რომ b ამაზე f-ზე backwards გამოვიძახებ, მე აქ გრადებს გამოვიძახებ, მივიღებ ზუსტად იმას, რა PyTorch-მა მომწმა, ანუ 40, 36 და 0. მე ხა თუ ავსკროლავ აქ ზევით. სად იყო ეს? აი აქ 40, 36 და 0. ანუ ვიცი რომ ამ მინიმუმ ამ მაგალითზე სწორად მუშაობს. ეხლა გავუყვეთ როგორ ქნა ეს, ხო? ნუ მე ვთქვი რომ ეს node-ში მაქვს ეს გრადი, ანუ შესაბამისად ყველა წვეროს, ეს არის აბსტრაქტ, ანუ ყველაზე top კლასი. ანუ ყველა წვეროს ექნება ეს გრადი, რომელიც default-ად არის 0 და მე ეს არის ეს backward-ი. და კიდევ ერთი ფუნქცია მქონდა backward-ი ოღონდ ქვედატირით. მოდი ჯერ დავიწყოთ ამით, იმიტომ რომ ეს უფრო მარტივია. ანუ ეს ფუნქცია backward-ი განსაზღვრულია ორ ადგილას, ანუ ერთი ანუ ძალიან ზოგადია და მაგიტო, ანუ კონკრეტულ ოპერაციებზე არ მჭირდება, მარტო binary node-ზე უნდა ვიცოდე და unary node-ზე უნდა ვიცოდე. დანარჩენზე პლუსი იქნება, მინუსი, კოსინუსი თუ რა თვითონ იმუშავებს რა, ლოგიკა ერთია. ოკეი, ანუ binary node-ის შემთხვევაში რა არის? ანუ პირველი რაც ვთქვი, ვიძახებ compute local grants. ეს არის აი აქ დაფას რო დაუბრუნდეთ, აი ეს წვანეები, ანუ წვანეთ რაც მიწერია. ეს არის ლოკალური წარმოებულები, შეგახსენებთ და ეს ფუნქცია როგორ გამოვთვალო ლოკალური წარმოებული დამოკიდებულია node-ზე, ანუ იქნება გამრავლებას ცალკე ფორმულა აქვს, შეკრება ცალკე ფორმულა აქვს, იმას რა ქვია, post ცალკე აქვს და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი მიწერია თითოეულ node-ის განმარტებაში. აი მაგალითად, შეკრების შემთხვევაში ლოკალური წარმოებულები მარცხენა და მარჯვენის მიმართ არის ერთები. გამრავლების შემთხვევაში მარცხენა შვილის მიმართ არის მარჯვენა შვილის მნიშვნელობა და მარჯვენასი არის მარცხენა შვილის მნიშვნელობა. ანუ ეს compute local graphs აქ აბსოლუტურად ყველა წვერომ თავისი იმპლემენტაცია უნდა იმას ქნას რა, ანუ გააკეთოს, აი კვადრატში აყვანის რა არის, ანუ local grad-ი არის ორჯერ შვილის მნიშვნელობა. ანუ მოდი დავაკომენტარებ აქ, ვთქვათ, ეს circle x-ი უდრის x კვადრატში, აქ ამის წარმოებული x-ით იქნება 2x-ი. აი ამის იმპლემენტაციაა რა, ანუ 2 გამრავლებული შვილის მნიშვნელობას. ნუ აქ value-ები უკვე დათვლილია, შეგახსენებთ, იმიტომ რომ forward pass-ი მე მთლიან გრაფში გავატარე, ანუ ეს შუალედური ინფორმაციები დამახსოვრებულია რა. ხო, ნუ ეს compute local grad-ი უნდა იყოს ყველა node-ისთვის იმპლემენტირებული. თუ ეს უკვე მაქვს, მე მაშინ აი აქ მოდი binary nodes დავუბრუნდეთ, ისევ ეს backward-ი იქნება ასე, ანუ ჯერ ლოკალური წარმოებულებს გამოვითვლი და მე
ვაკეთებ ასეთ რაღაცას, ანუ მარცხენა შვილის upstream gradients უმატებ ამ node-ის local gradients და ამ node-ის upstream გამრავლებული ამ node-ის upstream gradients-ზე და ანალოგიურად მარცხნივ. ხა ეს ცოტა დამაბნეველი რო არ იყოს, მოდი აი ეს კონკრეტული ოპერაცია განვიხილოთ ისევ დაფაზე. ანუ თუ დამჩა ხა ახალი ფერი რამე იმდენი ვწერე. მოდი აი ეს იყოს. ანუ მე როდესაც ვარ აი ამ გამრავლებაში ხო უფრო სწორად ხო აი აქ ვარ ხო და ვიძახებ ამაზე ეს backward ფუნქცია გამოვიძახე აი ამ node-ზე. აქ რა ხდება ახლა? ანუ მარცხენა შვილი, ანუ პლუსის გრადში, ანუ აი ეს fd რა ჩაწერა, ანუ აქ ჩავწერე, რომ ანუ ეს upstream-ი გავამრავლე ლოკალზე. ანუ upstream-ი გავამრავლე ლოკალზე. ანალოგიურად მარჯვენა შვილში, ანუ აი ეს upstream-ი გავამრავლე ლოკალზე. upstream-ი გავამრავლე ლოკალზე. ანუ შვილებში ჩაწერას ახდენს ფერენტი რა. ხო და აქ ეხა პლუს უდრის რატომ ჭირდება? აი ვინმე შეუძლია თქვას რატომ იწერია პლუს უდრის და არა მარტო უდრის. ცოტა რთული შეკითხვაა, მაგრამ მოიფიქრეთ მაინც თუ მიხვდებით. ხო, მიზეზი არის ის, რომ აი ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ჩანს, რასაც წერ, აი ამ შემთხვევაში ხო ორი ცალი ფერენტია, ანუ და აქ არის ჯამი რა. ანუ ჯერ პლუსმა უნდა ჩაწეროს და მერე უნდა მიუმატოს phone. ამიტომ აქ პლუს უდრის. ოკეი, და ან backward-ი გასაგებია როგორ მუშაობს, როცა გვაქვს ორი შვილი. ეხლა ვნახოთ unary-ის შემთხვევაში. ნუ აქ ძალიან მარტივია, უბრალოდ ერთი შვილი გვყავს და child grad არის local grad გამრავლებული self-ი. ანუ აქ რო გადმოვიდეთ, აი ეს კოსინუსის ვარიანტი რო განვიხილოთ, ესე იგი კოსინუსს აქ ერთი შვილი, აი ეს ზეტი და ამის ზეტის წარმოებულს ესე ითვლის რა. ხო, და აქ ლიფებში არაფერი არ ხდება და პროსტა ფას მიწერია, იმიტომ რომ ფას ნიშნავს, რომ უბრალოდ სარიელი ფუნქცია, არაფერს არ იზავს. ხო და ეხლა მთავარი არის backward ქვედატირის გარეშე, რომელიც იმპლემენტირებულია აი ამ ყველა node-ის სუპერკლასში, რომელიც არის node. აქ რა ხდება? ანუ მე ვახსენე, რომ ესე იგი ჩვენ უნდა ავიღოთ და ყველა node-ზე უნდა შევასრულოთ ეს ოპერაცია. მაგრამ ნიშნულოვანია, რომ node-ებს დავუყვეთ ისე, რომ კონკრეტულ node-ს რო ამუშავებ, ორივე თუ რამდენი ფერენტიც აქვს, ის ფერენტები უკვე მქონდეს დამუშავებული რა. ამისთვის ასეთი ალგორითმია, რომელსაც ქვია ტოპოლოგიური სორტირება. ეხლა აქ მე არ ავხსნი ტოპოლოგიური სორტირება რა არის, იმიტომ რომ დრო წამივა. უბრალოდ ამას გვაძლევს რა, აი ამ ალგორითმს რო გავუშვებ და შემდეგ ავიღებ აი ამ მასივს და ამ ციკლს დავატრიალებ, თითოეული v იქნება აი ესეთი თანმიმდევრობით, რაც დაფაზე გავაკეთე. ანუ ჯერ გამრავლება, მერე პლუსი, pow და ანუ ისე ჩავარო, ეს კანონზომიერება არ დაიღუება რა. და ყველაზე გამოვიძახე ეს backward-ი ქვედატირით. ანუ ყველაზე შევასრულე აი ეს. პლანეტს რაც მიწერია, ანუ ლოკალური გრადიენტები და upward გრადიენტის update-ი. ესე ჩავა ბოლომდე რა. და ოკეი, და ნუ ეხლა აი პროცესი გავაკეთე, ანუ ტოპოლოგიური სორტირება გრაფის და შემდეგ ყველა node-ზე backward ოპერაციის გაკეთება და ესენი დავგვიჭდეთ.
ნუ აქ შემიძლია პატარა დებანგინგი გავაკეთო. მაგალითად, მე თუ მაინტერესებს რას უდრის დავუშვათ გამოთვლილი რომელი მაქვს აქედან. მოდი აი დავუშვათ ეს ტიპი. f-ის წარმოებული 1. სად არის f-ის წარმოებული 1, e grad. ნახავთ რომ არის 5 სტოლი, ანუ რაც გამოვთვალე ზუსტად ის არის. ხო, ნუ აქ მიწერია რაღაცეები, სახში შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ შუალედურ წვეროებში ლოკალური გრადიენტები რაცაა, ზუსტად ისენი მივიღე ამით. ოკეი. ხო, ერთი პატარა, ვინც ახლა ეს მომყვა და გაიგო ძალიან კარგი, ვინც ვერ გაიგო არა უშავს, იმიტომ რომ როგორც თქვი, ეს არ არის ამის ესე დეტალურად ცოდნა არ არის საჭირო, რომ სხვა რაღაცეები აითვისოთ, თუმცა ახლა დაფაზე რაც ვილაპარაკე ეს ყველას უნდა ესმოდეს ინტუიციურად როგორ ხდება. და რისი თქვა მინდა ახლა. ხო, ერთი ცოტა საშინაო დავალება ვყავთ, ვინც ეს გაიგო და advanced, ანუ ფიფქით რო აღნიშნავენ ხოლმე, advanced საშინაო დავალება იქნება ესეთი რაღაცა, რომ აი ამ გრაფში თუ ციკლია რა მოხდება მაშინ. ნუ ტოპოლოგიური სორტირება ახლა ვინც იცით, არ მუშაობს, როდესაც გრაფში გვაქვს ციკლი, განუსაზღვრელია მაშინ. და პირველი შეკითხვა არის, რომ მოვიფიქრეთ კონტრმაგალითი, თუ ასეთი არსებობს ამ შემთხვევაში და აჩვენეთ, რომ ეს კოდი იმ კონტრმაგალითზე არ მუშაობს. ანუ მე არ ვამბობ, რომ არსებობს მეთქი კონტრმაგალითი, მაგრამ აი ნახეთ. ნუ აქ ცხადია, რომ ტოპოლოგიურ სორტირებას ვიყენებ და იცით, რომ ციკლების დროს არ მუშაობს. ნუ აი ჰინტი არის და შეეცადეთ, რომ გაიყვანოთ ბოლომდე. ხო, და ეხლა მე რაც დავწერე, ეს არსებობს ალტერნატიული იმპლემენტაცია, მაიკროგრად ქვია, ანუ ეს კარპატის დაწერილი არის. ანუ კარპატია ესეთი ცნობილი ტიპი არის machine learning-ის community-ში და მაგის დაწერილია ესა და ცოტა სხვანაირად უწერია და ანუ მე გირჩევთ რომ ჯერ ეს კოდი გაარჩიოთ და მე კარპატის კოდი გაარჩიოთ. ეხლა მე ეს კოდი სპეციალურად დავწერე რომ დაფაზე რაც ახსენი მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო, მაგრამ კარპატის ცოტა სხვა ტერმინებში უწერია, თუმცა ორივეს გააზრება სასარგებლოა. ოკეი. ანუ აი ხა რაც თქვი, PyTorch-ი ზუსტად რა, ანუ დაახლოებით ამას აკეთებს რა, ანუ აგებს graph-ს და შემდეგ ასე ითვლის. ანუ მე რო ვიძახებ ამ backwards PyTorch-ი, უკვე შემდეგ ლექციაზე მიზანი არის, რომ ყველას ინტუიცია ქონდეს დაახლოებით რომ ასეთ რაღაცას აკეთებს. და ნუ ტერმინებიც ცხადია, რომ დაგჭირდება. მოდი ახლა გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. ცოტაც და მოვრჩებით. ერთი რაღაც მინდა ავხსნა. PyTorch-ში არის ესეთი ფუნქცია zero grad. და მოდი ახლა კოდზე ვანახოთ რა შვება ეს. ეს წინა ლექციაში მაქვს გამოყენებული training loop-ში და ახლა მინდა ავხსნა კონკრეტულად მაშინ არ ავხსენი სპეციალურად, იმიტომ რომ ეს მასალა არ იყო გავლილი. და ახლა რახან გავიარეთ, ამასაც ვიტყვი რა არის. ეს SimpleNet-ი მოდი შევქმნათ, ამას წავშლი. ეს SimpleNet-ი შევქმნათ, ესეთი რაღაცა, მარტივი ქსელი. გავაკეთოთ ეს forward pass-ი, ანუ რაღაც იმ random input-ის და მოდი ჯერ ამას წავშლი. და 10 ჯერ მოკლედ 10 ჯერ გავაკეთოთ ეს ოპერაცია, ანუ forward pass-ი, backward-ი, კიდე forward-ი, backward-ი და ამ შემდეგ და მე ვნახოთ აი ამ neural ან თან ეტაპობრივად ვნახოთ წონების gradients რა მოვა. ეს ნორმი არის, რომ ნორმი არის უბრალოდ ნორმი არ გინდა ამის ახსნა მეზარება რა არის მინა ვიღოთ ანუ საშუალო რა ან რაღაც მატრიცა არის და მატრიცის ელემენტების საშუალო იგივეა გავუშვათ და მოდი ცოტა მეცე გავუშვათ ანუ გასაგებია ხო რა ხდება ესე იგი რაღაცა რიცხვი დავიწყებთ და ამ საშუალო გრადიენტის ნიშნულობები მოდულში იზრდება ანუ ნახეთ 1 ანუ იზრდება რა მოკლედ და ეხლა რო ეს 0 ხო ეხლა რატო ხდება ეს რატო იზრდება იმიტომ რომ
აი ამ კოდში მე გაჩვენეთ ასეთი რაღაცა, რომ ბეკვარტში ანუ როდესაც ამ upstream gradients ვითვლიდი, მე ვაკეთებდი პლუს უდრის. და ასევე აი აქ ორობით binary node-შიც პლუს უდრის. და თავარ ფუნქციაში აქ ვაკეთებდი ასეთ რაღაცას, ანუ თავიდან აი აქ რაც გქონდა. აი ეს თავიდან ვიწყებ 1-ით, ანუ upstream gradi არის 1 და მე მივიდივარ backward-ში ვიწყებ. ანუ სულ პლუს უდრისები კეთდება და განულება არსად არ ხდება რა. იგივე საკეთებს PyTorch-ში. და ამიტომ აქ დავინახეთ, რომ ეს მნიშვნელობები იზრდება. ამიტომ საჭიროა, რომ მე სანამ დავიწყებ ამ პროცესს, ან iterაციის შემდეგ გამოვიძახო ეს 0 grad, რომ უბრალოდ დაუყვეს და ეს გამოთვლილი გრადიენტები გაანულოს რა, მეტი არაფერი. ეხლა ამას თუ გამოვიძახებ, ნახავთ, რომ ეს რიცხვები არ იზრდება, ანუ ყველა ერთ და იგივეა. ხო. ეხლა ვინც ეს ალგორითმი, ან ვინც კარგად ვერ გაიგეთ ეს იმპლემენტაცია და ეს 0 grad ალგორითმულად რასაკეთებს, არაუშავს, თუმცა ყველასთვის სავალდებულოა რომ ვიცოდეთ, რომ ამას რო გამოვიძახებ, უბრალოდ აი აქ არ ხდება ზრდა ამ ჩემი წარმოებულების, ანუ ყოველ iterაციაზე წინ ეს შედეგს ემატება და თუ ეს 0 grad არ გავაკეთე, არ გაანულებს. ანუ ეს ყველასთვის აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, რომ ეს 0 grad-ი რასაკეთებს. მერე ვიტყვი კიდევ სხვა რა, ანუ ეს ეხლა დებილები ხო არ არიან, რომ ესე პროსტა აიღონ და რაღაც ჩაამატონ ეს 0 grad-ი მარტო ამისთვის. შეეძლოთ საერთოდ არ ჩაემატებინათ და დეფოლტად backwards რო ვიძახებ, თვითონვე გამოეძახებინათ, მაგრამ რატო არ იძახებენ თვითონ? ამას მოდი ეხლა არ ვიტყვი და ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ერთ-ერთი საშინაო დავალებად დაიმატოთ ეს. რომ კიდევ რაში გამოიყენება 0 grad-ი. თუმცა არ არის აუცილებელი, ანუ შემდეგ ლექციებში შემახსენეთ და ვიტყვი. ეხლა არ მინდა რომ უბრალოდ ყველაფერი ერთდროულად მოვაყაროთ. ხო, და დავალება არის ეს პრინციპში თქვი უკვე. ხო, ანუ დავალება არის, ხო ეს თქვი რა, ანუ უბრალოდ circular data მესამე წელიწადს დაამატეთ და 3 კლასის კლასიფიკაცია ასწავლეთ. ოკეი. და ეხლა ამ მასალის შემდეგ უკვე მეტი ინფორმაცია უნდა გქონდეთ, რომ წინა ლექციის საშინაო დავალებები უკეთესად გაიაზროთ. ანუ აქ გქონდა ერთ წამით. ხო, არა, მოდი, არ გვინდა ეს შემდეგ ლექციაზე ვნახოთ, ეხლა არ გვინდა. კაი, ოკეი. ეს არის ამ ლექციის დასასრული, რო შევაჯამოთ, ესე იგი, პირველ ნაწილში განვიხილეთ ჩვენ მრავალი წლადის ამოცანის კლასიფიკაციის პრობლემა, იგივე softmax კლასიფიკაცია და მეორე ნაწილში განვიხილეთ PyTorch-ის ავტოგრად სისტემა, ანუ როგორ ხდება neural Excel-ის და ზოგადად ნებისმიერი მოდელის წარმოებულების გამოთვლა და გავაკეთეთ ნულიდან იმპლემენტაცია Python-ზე და ასევე დაფაზეც კონკრეტული მაგალითი განვიხილეთ. ნუ საშინაო დავალებები ვთქვით, ესე იგი, მთავარია რომ ეს ვიცოდეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ნულიდან იმპლემენტაცია არ არის სავალდებულო, უბრალოდ კარგია რომ გააზრებული გქონდეთ. მაგრამ აი ხა ეს დაფაზე რა ვთქვით, სასურველი კი არა და აუცილებელია რომ ინტუიციურ დონეზე მაინც ყველას ესმოდეს. ოკეი, კაი, ეხლა მოდი მე რეკორდინგს გამოვთავ და გადავიდეთ შეკითხვებზე. Stop recording.